1980 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ და რადიკალურ სოციალურ ექსპერიმენტს შეუდგა. ქვეყანაში ოფიციალურად ამოქმედდა ერთშვილიანი პოლიტიკა. მაშინდელი ხელისუფლება პრაგმატული, თუმცა ხისტი არითმეტიკით ხელმძღვანელობდა მოსახლეობის უკონტროლო ზრდა და მწირი რესურსები ეკონომიკურ კატასტროფას მოასწავებდა. გადაწყვეტილება მიიღეს. ერის მომავალი სახელმწიფო რეგულაციებით შეიზღუდა. თუმცა 45 წლის შემდეგ ჩინეთი სრულიად საპირისპირო და ბევრად უფრო კომპლექსური ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. 2025 წლის სტატისტიკური მონაცემები საგანგაშოა. ქვეყანაში 7.900.000 ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 11.310.000 მიაღწია. მოსახლეობის ბუნებრივი კლება 3.390.000 ადამიანს შეადგენს. ეს არის ზედიზედ მეოთხე წელი, როდესაც ჩინეთი დემოგრაფიულ ანტირეკორდს ხსნის. თუმცა ყველაზე კრიტიკული ინდიკატორი შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტია, რომელიც ერთ ქალზე 0.96-მდე დაეცა. იმისთვის, რომ ქვეყანა მოსახლეობის სტაბილური ჩანაცვლება და ეკონომიკური ბალანსი შეინარჩუნოს, ეს მაჩვენებელი მინიმუმ 2.1 უნდა იყოს. ჩინეთი ამ კრიტიკულ ზღვარს უკვე ორჯერ ჩამოწდა. ამ ციფრების მასშტაბის აღსაქმელად გეოგრაფიული შედარებებით კმარა პროგნოზების მიხედვით 2026-2035 წლებში ჩინეთის მოსახლეობა დაახლოებით 60 მილიონი ადამიანით შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც 10 წელიწადში მსოფლიო რუკიდან დემოგრაფიული თვალსაზრისით საფრანგეთის სრული მოსახლეობის ტოლი მასა გაქრება. ამ კრიზისის ყველაზე თვალსაჩინო ვიზუალური გამოხატულება სკოლამდელი განათლების სექტორში აისახა. 2024 წელს ჩინეთში 21,000-ზე მეტი საბავშვო ბაღი დაიხურა. სტატისტიკურად ქვეყანაში ყოველ საათში 2 ბაღი წყვეტს ფუნქციონირებას. ინფრასტრუქტურა არსებობს, თუმცა სასკოლო ოთახები ცარიელია. ქვეყანა, რომელიც ოდესღაც ჭარბ მოსახლეობას ებრძოდა, დღეს ცარიელი მერხების დათვლით არის დაკავებული. 1980 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ შობადობა შეზღუდა, არამედ ფუნდამენტალურად შეცვალა საზოგადოების კულტურული კოდი და დამოკიდებულება ოჯახის ინსტიტუტის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს შეზღუდვები გაუქმდა და მოგვიანებით სამშვილიანი პოლიტიკაც კი გამოცხადდა, სოციალური ინერცია უცვლელი დარჩა. თაობები, რომლებიც ერთშვილიანი ოჯახის მოდელზე გაიზარდნენ, სახელმწიფოს ახალ მოწოდებებს აღარ მიჰყვნენ და არ მიყვებიან. ეკონომიკური წნეხი და ცხოვრების შეცვლილი სტილი კი უფრო ძლიერი არგუმენტი აღმოჩნდა, ვიდრე სამთავრობო დეკრეტები. ეკონომისტები ამ ფენომენს დაბერებას გამდიდრებამდე უწოდებენ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც საზოგადოება ბერდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ეკონომიკა ასწრებს სათანადო კაპიტალის დაგროვებას ამ ტვირთის ასატანად. დღეისათვის ჩინეთში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების რაოდენობა 323 მილიონს მიაღწია, მაშინ როცა შრომისუნარიანი მოსახლეობა მხოლოდ 2025 წელს 6.6 მილიონით შემცირდა. სამუშაო ძალის ეს დეფიციტი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის როგორც მსოფლიო ფაბრიკის სტატუსს. ისტორია პარადოქსებითაა სავსე, თუმცა იშვიათია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთი სიზუსტით და ბუმერანგის ეფექტით უბრუნდებოდეს მის ავტორს. 1980 წელს ჩინეთს ეშინოდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავდა, დღეს კი მისი მთავარი შიში ის არის, რომ მომავალში ძალიან ცოტა დარჩება.